რატომ უნდა ვხატოთ? იმიტომ რომ გამოვხატოთ ემოციები, ნიჭი და მონატრება. მონატრება ჩვენი სამშობლოსი. ტელეკომპანია ახალისთვის სპეციალურად მე ნიუ-იორკიდან ლელა ნინოა წარმოგიდგენთ ეკატერინე არტ სტუდიოს და მის ახალგაზრდა მხატვარ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს სახელით იმარჯვებენ, ხატავენ, გამოხატავენ ემოციას და მონატრებას. მას ასე თქვენ გეტყვით პირველად. ისინი თავიანთ სათქმელს თქვენ გეტყვიან პირველად. დაიმახსოვრეთ და აუცილებლად გაამხნევეთ ქართველი ბავშვები ოკეანის მიღება. მოდი ჩემოლამაზო, მოდი. შენი ნამუშევარი ხო? მოგართვა. ოკეი. ანდარე? არ არის. შინაკარს. თბილისში ტარდება საერთაშორისო ფესტივალი, სადაც 50 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. და წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა საქართველო. და ვხატავთ ქართულ თემატიკაზე, რამოდენიმე ნამუშევარი უკვე დასრულებული გვაქვს. მარიამა ფიროსმანი დახატა, ულამაზესი ნახატი და ეხლაც კიდე ფიროსმანს ხატავს. ეს დასასრულებელი არის კიდე ანამ დახატა საქართველოს ქუჩა, სადაც თონე ცხვრება. ძალიან მაგარი თონეში წუყური ცხვრება. ეს არის ახლებიანი. კიდევ ვემზადებით დედაენის დღის კონკურსისთვის. ნახე, კალიგრაფია, ქართული ენა და მალე დავასრულებთ. ძალიან დატვირთული თვა გველოდება. და მოდი დამოვწესრიგდეთ, ახლა მოვემზადოთ. ой. ეს არის ჩვენი ეკატერინეს არტ სტუდიო, რომელიც უკვე არსებობს 1 წელი და ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე იმხელა წინსვლა და იმხელა მიღწევები გვაქვს, რომ მე თვითონ გაუგნებული ვარ. ეს არის დიდების ჯგუფი, 15 წლისები არიან ამ ჯგუფში, ყავს 5 ბავშვი და კიდე ერთი შემოემატება მონიკა მოგვიანებით. და საოცარ ნამუშევრებს ქმნიან. ისინი სწავლობენ აკადემიურ ნახატებს, გრაფიკას სწავლობენ და ეს ფერწერაში, აკრილებში ვხატავთ. თუ დაუშვათ ან ფესტივალისთვის ვემზადებით, ან კონკურსისთვის ვემზადებით, აი მაგ შემთხვევაში ვხატავთ აკრილებით. ეს აკრილებიც იყო სუპირველად ექსპერიმენტი ჩვენთვის, იმიტომ რომ არ მეგონა რომ ეს ერთი ხელის მოსმით დავიწყებდით და გავიდოდით ბოლოში. შარშან ჩემმა ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსზე, ერთმა აიღო პირველი ადგილი, ანამ და გიორგიმ აიღო მესამე ადგილი ერთ კონკურსში. მოგწადით. მაიმე ნახე როგორი ლამაზები არიან. თვითონ დასახატები და ნეტარა ეს ყველაზე პატარა მყავს ამ ჯგუფში უნიჭიერესი ლიზი. გამწადით ბავშვებო. ნამუშევრები აიღეთ აქედან, ოძებნეთ თქვენი და დავიწყოთ მუშაობა. მოგესალმებით, მე ვარ ანა ცაგარეიშვილი, ეკატერინეს არტ სტუდიოს ერთ-ერთი მოსწავლე. ვარ 14 წლის და 1 წელია უკვე აქ დავდივარ და ამ საქმიანობას მიყვარს.
უკვე მესამე წელია ამერიკაში ვცხოვრობ, მივეჩვია აქაურობას, მივეჩვია ეკამასწავლებელს, გავიცანი მეგობრები და ძალიან შემიყვარდა აქაურობა. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, მე ვარ ერთადერთი ოჯახში, რომელიც იყო დაინტერესებული ხელოვნებით და რა თქმა უნდა ხატვით. და არ მქონდა აქამდე იმის შანსი, რომ მე ვახატვაზე, თუმცა როდესაც ჩამოვედი, გავიგე ეკატერინეს სტუდიოზე და ძალიან დავინტერესდი. შემდეგ მოვედი და უკვე 1 წელია აქ ვარ. ვიღებ ძალიან ბევრ კონკურსში მონაწილეობას, გამოფენებში და გავიმარჯვე ერთ-ერთ კონკურსში შარშან საგარეო საქმეთა სამინისტროს ესე ერთ-ერთ კონკურსში გზა ევროპისკენ, სადაც ავიღე პირველი ადგილი ჩემი ნამუშევრით და კიდევ ვემზადებით, რომ გავიდეთ მეორედ და ძალიან დიდი შემართებით ვიმედობ, რომ აქაც გავიმარჯვებ. კიდევ არის ძალიან ბევრი კონკურსი, სადაც ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას. ოღონდ ჯერ რა თქმა უნდა კარგად უნდა მოვემზადოთ. მოგესალმებით, მე ვარ ელენე ჩანდირი, უკვე 3 წელია რაც ამერიკაში ვარ და 1 წელი რაც ეკამასწავლებელთან მოვედი. ჩვენ ახლა ვემზადებით კონკურსისთვის და ჩვენ ნამუშევარს მოგებთ ახლა. გამარჯობა, ჩემი სახელია ანა ბილანიშვილი, მე ვარ 16 წლის და ვარ ამერიკაში თითქმის 1 წელია. ეკატერინეს სტუდიოშიც ვარ თითქმის 1 წელია. ჩვენ ვემზადებით დედაენის ფესტივალისთვის და მე გადავწყვიტე დამეხატა საქართველოს ერთ-ერთი ქუჩების თორნე, რომელიც ჩამოწვა ძალიან გულში და ვნახოთ რაც გამომდის. ჩვენს art სტუდიოში კიდევ ყავს სხვა გოგონებიც. ეს არის მარიამი, ეს არის ლიზი და ეს არის მონიკა. ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი, მუშაობთ ერთად და ესე რომ ვთქვათ, ძალიან გვიყვარს აქ ყოფნა. ეს არის ჩვენი მეორე სახლი. აი აქ როცა მოვდივართ ხოლმე, დრო ჩერდება და ჩვენ ყოველთვის გავუჩერებად მუშაობთ. დავიწყეთ? შენადექ ჯემს გამიგა. ბატონო. შენი ნამუშევარი იპოვე? აი. მოდი. შემოვამაზო. შენი პალიტაც მოგცე. და დავიწყოთ ახლა ფერების გაზავება. ატარა ბავშვების კლასი მაქვს 4 წლის ბავშვების და ეს თებშები რომ დაინახეს მასწავლებლო რომ რა ვჭამოთო. არა სინამდვილეში პალიტებია. მოდი ახლა დავიწყოთ. გაზავე ხო შენი ფერები? რა ფერები გჭირდება? ამავდროულად მაინც თეთრი. ხატვა ბავშვებს უნვითარებს, უნარებს. ჯერ პირველ რიგში თქვენის უნარს, ზუსტად გულში მქონდა ჩვენ ლაბარაკი, ხო? რომ ბავშვი სწავლობს თბენას და მიზანდასახულად, აი ანას ნახატზე ვქონდა საუბარი. იმდენი წვრილმანია, იმდენი დეტალია და აი ამისთვის ბავშვი ზის საათები 4-5 საათი ეს ბავშვები ისე დაჯდებიან და მუშაობენ, რომ არც კი ადგებიან წყლის დასალევადაც კი. მერე თვალი, ხედვა უნვითარდებათ, გემოვნება უნვითარდებათ და ფანტაზიები, რომ თავიდან რო იყო, რომ ეს ბავშვები რომ მოვიდნენ, არ ვიცი რა დავხატოთ და მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავიანთი ნამუშევარი შეექმნა და არა ჩვენი ფანტაზიით რაღაცა გაეკეთებინათ და იმდენად ვატანდით ძალას, გონებას, რომ ფანტაზიები არის ისეთი საოცარი, რომ ახლა დავუშვათ კონკურსისთვის რომ ვემზადებით და ბავშვებს ვეუბნები მომიტანეთ, თემატიკით მოდით, იდეებით მოდით, მე თვითონ ხატვას მოვუწევენ. ბავშვები, აი მაგალითად ანა იყო, საერთოდ პირველ გაკვეთილზე რომ მოვიდა, იხა რომ მე არ ხატაო.
არ ვიციო ხატვაო და დიხატია მეოთხარი როდისმე და არასოდეს არ მეხატვიო და მე ფისში რა იცი. ხელოვანი მშობლების შვილი არის და არ არსებობს რომ ანას არ შესლებოდა და ანა მართლა მაგვირვებს. ყველა ძალიან ნიჭიერები არიან. ლიზი არის 12 წლის და დიდ ბავშვებთან ზის, მაგრამ იმსახურებს ლიზი არ ჭდომას, ხო ლიზი? ეს ხელოვანი მშობლების შვილი, მუსიკოსები არიან. ეს მშობლები ულამაზესები, უნიჭიერესები და ესეთი ამასი გოგო გამომიცანეს მე. და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ანას ნიჭიერება. მონიკა თვითონ მოვიდა ჩემთან. მონიკა არის უნიჭიერესი გოგო, მონიკას უნდა აკადემიური ხატვის სწავლა, აქვს თავისი მიზნები, მაგრამ ვურებთ ხოლმე ჩვენ ახალ პროექტებს, ხო მონიკა და მონიკასთვის არის დიდი გამოწვევები და უშუალოდ ახლა რასაც ვაკეთებთ. ლიზი არის პატარა გოგო. მაგრამ ლიზი ისეთი უნარებით გამოამჟღავნა, რომ იმსახურებდა აი ნიჭიერ ბავშვებთან ჭდომას. მარიამი მოვიდა სულ რამოდენიმე გაკვეთილის წინ ჩემთან, ხო მარიამ? და მარიამი თვითონ შინაგანად არის მხატვარი. აქვს საოცარი გემოვნება, ფერის შეგრძნება და ხედვა და ტექნიკა კიდევ თითქმის თავისია. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვებს ჩემი სტილი არ ვასწავლო, მე ვასწავლე ბავშვებს ტექნიკას, მაგრამ მინდა რომ თავისი ინდივიდუალიზმი გამოამჟღავნონ და მარიამი არის ესეთი. ანა არის ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი ანა წლების წინ ლელანინუამ გააკეთა მხატვრების გამოფენა. შეკრიბა მხატვრები, ჯგუფური გამოფენა ჰქონდა და იქ მოვიდა პატარა მორიდებული გოგონა ანა. მარტო ვიცი სახელი ანა, არც გვარი ვიცი. მაგრამ მომხიბლა მისმა ხელწერამ ხატავდა პორტრეტებს და ერთ-ერთი მხატვრის პორტრეტი დახატა და გადასცა საჩუქრად. და ჩემთანაც რომ მოვიდა, აი ეს ნახატი ეკამასწავლებდა საჩუქრად. და ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი საჩუქარი არის. ვეძებდი ანას, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მომეძებნა, გვარი არ ვიცოდი, საერთო მეგობრები არ გვყავდა, საერთო ნაცნობები არ გვყავდა და შემთხვევით სტორში დავინახე სილუეტი ანასი და მივწერე, მაშინ შუაღამე იყო და ბოდიში მოუხადე, ვიფიქრე, რომ თუ არ არის ონლაინზე, როცა ნახავს აუცილებლად მომწეს, რომ ეს ბავშვი არ დავკარგო და იმ წუთა შემომეხმიანა. გახსოვს ანა? და შევთავაზე რომ მოსულიყო ჩემთან და ერთად შეგვიქმნა შედევრები და ანა არის 2 წელია ჩემთან. შარშან ახალმოსული იყო რომ დავიწყეთ კონკურსზე მუშაობა, ძალიან ეშინოდა, მე ამისთვის მზად არ ვარ და მე ვიცი რომ შენ ხარ მზად, გახსოვს რომ გითხარი და მე აიღო საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თავისი ტექნიკით, ხედვით, იდეით. ეს ყველა იდეა იყო ანას. ელენე არის ულამაზესი თავისი ქართული გარეგნობით, უცხო გარეგნობით, თავის როგორც ლამაზი არის, ესეთი ლამაზი ბუნება აქვს ჩემ ულამაზეს ელენეს. და პირველად რომ მოვიდა ჩემთან არ არის დიდი ხანი ელენე, რომ ჩემი გოგო გახდა. იყო ძალიან მორიდებული, ძალიან მოკრძალებული, რომ აი საოცარი ბუნების და ზუსტად ვიცოდი რომ ელენე ამ ბუნებას გამოამჟღავნებდა თავის ხელოვნებაში და
ზუსტად ესეც არის, რომ თავისნაირ სიფათვიზეებს ქმნის. ხო, ელენე? და ჩვენ არა მარტო ხატვას ვსწავლობთ აქ. ეს გოგოები არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ პირველი ბედნიერების გაზიარება აქ ხდება ერთად. ესენი ძალიან დამეგობრდნენ უკვე. თითქოს ერთი ოჯახი შეიძრა, რაღაც გუნდურად მუშაობენ, ერთმანეთის, აი თუ დააკვირდებით, აბსოლუტურად 6 ბავშვიდან 6-ვე ხატავს სხვადასხვანაირი სტილით, სხვადასხვანაირი ტექნიკით და სხვადასხვანაირი გემოვნებით. ხო? აქ რატო გადაწყვეტე ეს პერიოდში? ძალიან ლამაზი იყო. არ მოგწონდა? ეს არის მარია. და რა ვიცი, ალბათ რომ გაიზრდებიან და ეკამასწავლებელი აღარ დაჭირდებათ, ძალიან გული დამწდება, იმიტომ რომ თითქოს ჩემი სულის ნაწილები გახდნენ ეს გოგოები. არ დაგავიწყე, ნუ გადაყავს, ნახე, აი აქ ერთი ტონალობა. ისაც თეთრის დადე, ცისფერის დადე, ლურჯის დადე, მაგრამ გადალესე და ამოიყვანე სინათლეები და ჭრილები. აი მართალი იყავი, ოჩ. ნახე, რა მაგარი გოგო ხარ. ოჩა, მარია. ეცადე რომ მაინც ეკხე დაასრულე და ჯერ ფონი გააკეთე მერე, რომ მერე სუფთა ნამუშევარი წინ წამოიწიოს. ეხლა ჩვენ რას ვფიქრობთ? პირველ რიგში ანა გააკეთე ბექგრაუნდი, ოკეი? დაამთავრე ეს ფონი და მერე დეტეილები უნდა დავიწყოთ უკვე აქ. და აუცილებლად ეს ასოფ უნდა გამოიკვეთოს თავისი ფერები. თორე შეიძლება ჩვენ რო არ ვთქვათ, რომ კალიგრაფიისთვის ვემზადებით და ჩვენ ასო არის, ეს იქნება რაღაც სალვადორ დალის ნამუშევარს წააგავს თავისი იდეებით, ხო? და გაითვალისწინე, რომ ეს თამარ მეფე ამოდის წყლიდან, ხო? წყალი არის სიძლიერე, ხო? იდეაში ესე იყო. და ტონი გააკეთე სხვისფერი და ასევე ცაც, რომ არ აგვიჭრელდეს ბექგრაუნდი. ოკეი? ღია უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს უნდა წამოვწიოთ სიმუქით წინ. ეს იქნება რა თქმა უნდა მუქი, მაგრამ ოქროსფერებით და თავისი ორნამენტებით უკვე წამოიწევა წინ. ოკეი? ამეებსაც მიაქცია ყურადღება, აი გადაყვანებში ნახე ყვითელი, უფრო მეტი ყვითელი შეურია, ნუ გეშინია, ხო? ფერების შერევის. კარგად შეუსვი ამაში, ნუ ერიდები ამ ყვავილს ფონზე, კარგად შეუსვი და მერე ყვავილი ეს რო გაშრება, ყვავილებს დაადებ, აქ ფენიც გვაქვს და გავაშრობთ ძალიან მალე და ადვილად. და მერე დაიწყებ ჩიც და აი ეს კონტურებით ჩაუსწორე, ხო? აი ამაშიც ნახე, იგივე გამოდივა, აი აქ თუ არ ჩაიყვანე ბოლომდე ეს ფონი და მერე ყვავილებზე დეტალურად იმუშავე. ეს ჩემი კუწკუწა გოგო რა კუწკუწებს. ოკეი. ახლა ამას ვხატავთ თუ არ ვხატავთ? აი ეს თონი არის და ახლა დავამტყვალოთ ეს, ხო? ერთი ჩასმა უნდა ახლა მაგის ჩასმას რა უნდა, ხო? ორ ტონალობაში გააკეთებ ეს ცოტა ოქროში გააკეთებ, ამას უფრო ყავისფერში გააკეთებ და გამოყვეთებ სამი ტონალობა გჭირდება სულ, ხო? და ეს თონი აუცილებლად უნდა ჩავხატოთ, მარტო ახლა თონი ხო რო აწერია და პურები რო გიხატია, ეს ხო არის არა? ბოლომდე დავაკონკრეტოთ, რომ ჩვენ ვხატავთ თონეს ქართულ ქუჩას, ხო? რაც მთავარი არის ჩვენ ამ სტუდიაში, ყოველთვის მზადვართ, რომ საქართველოს გავიცნობთ და აი ამ კუთხით ვეცნობთ ქართულ მხატვრებს, ქართულ ქუჩებს,
ქართულ სულს ვხატავდი, გოქებს, ფიალებს, საქართველოდან მაქვს წამოღებული ძალიან ბევრი მასალა, ქართული ჭურჭელი, რომელსაც ვხატავთ და მთლიანად არის ქართული სული. მაინც ვცდილობ, რომ ჩვენ ქვეყანასთან ვიყოთ კონტაქტში და ეხლა ვემზადებით ფესტივალისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ძალიან ამაყად ჩვენი ქვეყანა. ხო? კარგად ზანდებოდეთ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა.